რუდოლფ შტაინერი. სახარება მათესგან მეცხრე თავი. წინა ლექციებიდან გამოიკვეთა, რომ ქრისტეს მოვლენების ძირითადი მიზანი იყო ადამიანის განვითარება, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სულის საუფლოში სამშვინველის ზესვა. მდგომარეობა, რომელსაც ქრისტემდე მხოლოდ მისტერიებში მეს დაბინდვით აღწევდნენ და სწორედ განვითარების ამ მდგომარეობაში უნდა შემოსულიყო იმპულსი, რომელიც მომავალში ადამიანებს სულიერ სამყაროში ზესვლისას მეცნობიერების აბსოლუტური შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემდა. იმ ცნობიერების, რომელსაც ადამიანი ჩვენს დროში ფიზიკურ პლანზე ნორმალურ მდგომარეობაში ფლობს. ადამიანის ევოლუციაში ეს ძვრა ქრისტეს მოვლენების წყალობით განხორციელდა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრა, რაც ოდესმე მომხდარა და რაც კი მომავალში შეიძლება მოხდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც მომავალში მოსახდენია, ამ ძვრის, ამ იმპულსის მარტოოდენ გაგრძელება და დანამატი იქნება. მოდით უფრო საფუძვლიანად გავერკვეთ, რა მოხდა მაშინ. საჭირო იყო, რომ ისტორიულ გარეწყობაში უმნიშვნელო დეტალების სიზუსტემდე რეპროდუცირებულიყო ის, რაც უძველესი მისტერიების შინაარსს შეადგენდა. ერთის მხრივ ეს გახლდათ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვება და მაცდურთან შეხვედრა, რაზეც გუშინ ვილაპარაკეთ და მეორეს მხრივ ძველ მისტერიათა შინაარსი, ესე იგი კოსმოსში განვრცობა და ამასთან დაკავშირებული ხიფათები და წინააღმდეგობები. და ეს გამოცდა, რომელიც ადამიანს უნდა გაევლო ხელდასხმის ამა თუ იმ გზაზე, გაიარა ქრისტემ და ამით კაცობრიობას უდიდესი წინარე ხატი უბოძა. ამიერიდან ამ ერთადერთი ქრისტეს მიერი იმპულსის წყალობით ადამიანებს ხელდასხმიდან, როგორც საწყისი წერტილიდან, შეუძლიათ თანდათანობით განაგრძონ ევოლუცია. მოდით ვნახოთ, რა ხორციელდებოდა მისტერიებში. იმ გამოცდის პროცესში, რომელსაც ადამიანის სამშვინველი ხელდასხმის დროს გადიოდა. მისი მე, რა თქმა უნდა, დაბინდული იყო, ანუ ნახევრად წინარე მდგომარეობაში იყო გაჩერებული. ამ დროს კი მისი შინაგანი არსება გადიოდა გამოცდას, რომელიც ეგოიზმის გამოღვიდებით მთავრდებოდა. ადამიანში ისადგურებდა გარე სამყაროსგან სრულიად გამოთავისუფლების სურვილი. მაგრამ გუშინ ვთქვით, რომ რაგიღა ადამიანი გარე სამყაროზე და განსაკუთრებით თავის ფიზიკურ ორგანიზმზეა დამოკიდებული, რაგიღა უძლურია მაგიური გზით მოიპოვოს საკვები, იგი ილუზიაში ვარდება, რაც ნიშნავს, რომ მირაჟს, რომელსაც მას მისივე ორგანიზმი უსახავს, იგი სამოთხისო უნეტარებად იღებს. ყველა მოწაფე, ყოველი ხელდასხმული გადიოდა ამ გამოცდას, მაგრამ სრულიად სხვა მდგომარეობაში ვიდრე ქრისტე იესო, რომელმაც ეს გამოცდა მაღალ დონეზე გაიარა. ვინმეს რომ აღეწერა ძველ მისტერიებში მონაწილე ადამიანის განცდები, ამის შემდეგ კი იგივე განცდები ქრისტე იესოს ცხოვრებასთან მიმართებაში ორივე აღწერილობა ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა. რეალურად ყველაფერი, რაც წარსულში მისტერიების საბურველ ქვეშ ხდებოდა, საყოველთაო ისტორიის სამზეოზე გარეთ იქნა გამოტანილი და თავისებურად ერთადერთ ისტორიულ მოვლენად იქცა. მოდით განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. მხატვარი, მწერალი ეცნობოდა რა რიტუალებს, რომლებსაც მისტერიების მოწაფე ასრულებდა ხელდასხმის დროს, ხატავდა სურათს ან წერდა მოთხრობას და ძალზე ხშირად შეინიშნებოდა ამ სურათის ან მოთხრობის მსგავსება იმასთან, რაც სახარებაში მოთხრობილია ქრისტეს ცხოვრებაზე. მაგალითად, შეგვეძლო წარმოგვედგინა, როგორ აბამდნენ ხელდასხმის მოწაფეს, რომელსაც უკვე გავლილი ჰქონდა სათანადო მომზადება ხელგაშლილს ჯვარზე და ამ მდგომარეობაში ტოვებდნენ რამდენიმე ხანს, რათა მისი სამშვინველი სხეულიდან გამოთავისუფლებულიყო და გაევლო ყველა ის ეტაპი ზემოთ რომ იქნა აღწერილი. ამას ხატავდნენ მხატვრები და ამას აღწერდნენ მწერლები. და თუ კი ვინმე ჩვენს დროში აღმოაჩენდა ამგვარ ფაქტს, იგი იტყოდა, რომ ეს ხელოვანი მხატვარი თუ მწერალი ანტიკური ტრადიციით იქნა შთაგონებული და აღწერა ის, რაც ძველ მისტერიებში ხდებოდა. ასეთ ადამიანს შესაძლოა ისიც ემტკიცებინა, რომ სახარებაში არაფერია ისეთი, რაც ბევრად უფრო ადრეც არ მომხდარა. დიახ, დასკვნა უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასეთი იქნებოდა.
ჩემს ნაშრომში ქრისტიანული მისტერიები და წარსულის მისტერიები ეს უკვე დავამტკიცე. როდესაც წარმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ძველ მისტერიებში იყო გაიდუმალებული, კვლავ გაცოცხლდა სახარებებში და არსებითად სახარებები სხვა არა გახლავთ რა, თუ არა ხელდასხმის ძველი აღწერილობების გამეორება. ქრისტეს მისიის მოვლენათა აღწერით სახარებების ავტორები ფაქტიურად აღწერდნენ პროცედურებს, რომლებსაც ძველ მისტერიებში გადიოდნენ. რა იყო ამის წინაპირობა? პასუხი მარტივია. ის, რომ ჩვენს წინაშე, როგორც ისტორიული ფაქტი, ხორციელდებოდა ძველ მისტერიებში განცდილი, ის, რაც სამშვინველის შინაგან განცდად რჩებოდა. ემიტომ, რომ ქრისტეს ცხოვრების მოვლენები სავსებით რეალურად რეპროდუცირებენ ძველი მისტერიების ნახევრად რეალურ, ნახევრად სიმბოლურ პროცესებს. თუკი მტკიცეთ ვემხრობით იმ ფაქტს, რომ ქრისტეს ცხოვრება ისტორიული მოვლენაა და რომ ქრისტემ ისტორიულ პლანზე და თანაც ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობაში განახორციელა ყველაფერი, რასაც მისტერიებში ადრევე ჰქონდა ადგილი, მაშინ შევძლებთ მივაკვლიოთ სწორ თვალსაზრისს, რომელიც დაგვაკვალიანებს ზემოაღნიშნულ თანხმედრებში ქრისტეს სახარებისეულ ბიოგრაფიასა და მისტერიულ პროცესებს შორის. მეტი სიზუსტისთვის შეიძლებოდა ასეთნაირადაც გვეთქვა, ადამიანები, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ ეხილად ქრისტე პალესტინაში, მის მოვლენებას აღიქვამდნენ როგორც ესეელების წინასწარმეტყველებათა აღსრულებას. ნათლობა იორდანეზე, იოანე ნათლის მცემლისგან, ცთუნებები, კიდევ სხვა მრავალი და ბოლოს ჯვარცმა. ამის საფუძველზე მათ შეეძლოთ ეთქვათ, ჩვენ ვიყავით მოწმენი არსის ცხოვრებისა ადამიანის სხეულში. და როდესაც ამ ბიოგრაფიის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან არსობრივ მომენტებს ვაზუსტებთ, უცნაური რამ ირკვევა. ირკვევა, რომ ამ არსების გარე ისტორიული ცხოვრების გარკვეულ ფაქტებს ასევე განიცდიდნენ მისტერიებში ისინი, ვინც ხელდასხმის გზაზე იდგნენ. ამიტომ საკმარისია თვალი გავადევნოთ ხელდასხმის კანონებს, რათა იქ აღმოვაჩინოთ წინასწარ განჭვრეტილი მოვლენები, რომლებიც სრული უფლებით შეიძლება განიხილებოდეს როგორც ისტორიული ფაქტები. საიდუმლოც ეს გახლავთ, რომ რაც ოდითგანვე დამარხული იყო საიდუმლო ტაძრებში, რაც იქ ხდებოდა და შემდეგ როგორც შედეგი გარესამყაროს ეუწყებოდა, ყველაფერი სულიერი ხედვის უნარით ღირს ყოფილთათვის ქრისტეს მოვლენების მეშვეობით ისტორიის უფართოეს ზოგად საკაცობრიო სახელწყობაზე აღიბეჭდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეპოქაში, როდესაც სახარებები იწერებოდა, ბიოგრაფიას ადგენდნენ არა ისე, როგორც დღეს ჩვენს დროში, როდესაც საქმე შილერს და გოეთეს ეხება. ბიოგრაფები წვრილმანებს არ უკირკიტებდნენ. ისინი არ აგროვებდნენ იარლიყებს, რათა შემდგომ ამ დეტალებიდან, რეალურად მეორე ხარისხოვანი წვრილმანებიდან მთავარი ცხოვრებისეული ღერძი შეექმნათ. იარლიყების კოლექციონირება ბინდავს საქმის ჭეშმარიტი არსის ხედვას. სახარებების ავტორები ქრისტე იესოს ცხოვრების ძირითად ფაქტებს აღწერდნენ. ეს ფაქტები ისტორიულ გარეწყობაში რეპროდუცირებდა ხელდასხმის ეტაპებს. გასაოცარი აქ არაფერია. ერთი შეხედვით განსაცვიფრებელი გამაოგნებელი საგნები მარტივად ცხადდება, თუ კი დავფიქრდებით შემდეგზე. ჩვენთვის ცნობილია ძველი მითები და ლეგენდები. რას წარმოადგენენ ისინი რეალურად? ვინც კარგად იცნობს ამ ძეგლებს, ზოგიერთ მათგანში იგი ძველი ნათელხილვით სულიერ სამყაროებში აღქმულ და გრძნობად ხატსახეებში გამბეჭდილ მოვლენებს მიაკვლევს. სხვებისთვის კი ეს მითები და ლეგენდები არც მეტი, არც ნაკლები რეპროდუქცია ყოველივე იმისა, რაც მისტერიებში ხდებოდა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მითი პრომეთეზე და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად ვხედავთ ზევსს მასზე დაბალი რანგის ღვთაებების საზოგადოებაში. თანაც ეს ღვთაება ცდილობს აცდუნოს ზევსი, მაგრამ როგორ? ზევსი დგას უზარმაზარ სიმაღლეზე და მის გვერდითაა პანი, მისი მაცთური. ეს აღწერილია ნაირსახოვან სურათებში. რატომ იქნებოდა ამგვარი სურათები? იმიტომ, რომ მათ უნდა აესახათ ადამიანის საკუთარ თავში დაშვება. ადამიანის ზევსი შეხვედრა საკუთარ ქვენა პანი ბუნებასთან. პანის ეგოისტურ ბუნებასთან ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვებისას.
ასეთ ცდილობდა ანტიკური სამყარო გადმოეცა მოვლენები, გათამაშებული ხელდასხმის, სულიერი სამყაროს წდომის გზაზე. ეს მოვლენები მხატვრულად მითებში და სიმბოლოებში გადმოიცემოდა. და აი დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მაღალ მთაზე ზევსის გვერდით მყოფი პანის ხატსახის უჩვეულო ინტერპრეტაციას ახდენენ და მარტივად ასკვნიან, ყველაფერი ცხადზე ცხადია. ქრისტეს თუნება არსებობდა დიდი ხნით ადრე მის მოვლინებამდე. ესე იგი სახარებებმა გამოიყენეს ძველი თემები და მოახდინეს მათი კოპირება. აქედან სხვა დასკვნაც კეთდება, სახარებები არ მოიცავს რაიმე ახალს. სახარებები მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახულ გამოგონილ ქრისტეზე მორგებული ლეგენდების კომპილაციაა. გერმანიაში არსებობდა მთელი წრე საკმაოდ ზედაპირული ადამიანების, რომლებიც ეჭქვეს აყენებდნენ ქრისტეს არსებობას. საგნის სრული უცოდინრობით, მაგრამ ღრმა ერუდიციით, ისინი იმოწმებდნენ ყველა ლეგენდას, ყველა მითს, ოღონდ კი დაემტკიცებინათ, რომ სახარებებში მოყვანილი სცენები მათი დაწერიდან ბევრად ადრე იყო ცნობილი. ამ ცრუ დასკვნებზე დაყრდნობით სულიერი მიმდინარეობებიც კი ჩამოყალიბდა. ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებდი, მაგრამ ჩვენი ძურებული ვართ გარკვეული პოზიცია დავიკავოთ ყველა იმ მოსაზრებათა მიმართ, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან გაისმის და ერუდიციის სრული მობილიზებით სულის მეცნიერების წინააღმდეგ იბრძვის. ხატსახეები და აღწერილობანი, რომელთა სათავეები მისტერიებს უკავშირდება, არ შეიძლება სახარებაში არ იყოს რეპროდუცირებული. რადგან სახარებათა უშუალო მიზანია დაგვანახოს, რომ ყოველივე რაც წარსულის მისტერიებში ცნობიერება დაბინდულ ადამიანში ხორციელდებოდა, ერთხელ განხორციელდა დღის ცნობიერების ნათელში. და ერთი არსების მე არსმა სრული ცნობიერებით გაიარა იგივე გამოცდები, რასაც მისტერიებში გადიოდნენ. ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ამბობენ, რომ სახარებებში თითქმის არაფერია ისეთი, რაც ადრეც არ არსებობდა. მაგრამ თავარია რა ფორმით არსებობდა იგი, რაც წარსულში იყო, ასეთნაირად შეიძლება გადმოიცეს. ადამიანი უნდა ამაღლდეს ცათა სასუფეველში, რადგან ცათა სასუფეველი ჯერ არ დაშვებულა ადამიანის მემდე. ხოლო სახარებებში ახალია ის, რომ გზა, რომლის გავლა მანამდე მხოლოდ დაბინდული მეცნობიერებით იყო შესაძლებელი, ახლა უკვე ცხადიერად შეიძლება იქნას გავლილი. ამიერიდან მეს შესაძლებლობა მიეცა თავისი სრულ მყოფადობა მიწიერ სამეუფოში, მალხუთში შეენარჩუნებინა. ხომ გახსოვთ ეს პირველი სეფიროტია სიცოცხლის ხეზე. ამიტომაცაა, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათეს სახარებაში აღწერილია როგორც თუნება, ქრისტე იესოს სამეუფეოს მქადაგებელი ხდება. ესე იგი ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათეს სახარებაში აღწერილია როგორც თუნება, ქრისტე იესო სამეუფოს მქადაგებელი ხდება. რას წინასწარმეტყველებს იგი? ვისაც გახსოვთ მალხუთი, პირველი სეფიროტია, მაგრამ სულ ქვედა სეფიროტია. სამეუფო მალხუთი და ქრისტე ხდება მისი მქადაგებელი. რას წინასწარმეტყველებს იგი? რაც ადრე მიიღწეოდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ადამიანი ახშობდა თავის მეს და სხვა არსებათა განკარგულებაში გადადიოდა, ხომ გახსოვთ იქ იყო იეროფანტი, რომელსაც ყავდა 12 დამხმარე, ხომ გახსოვთ? ახლა ეს სწორედ ამ მეს ძალით მისი გამართულობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით უნდა განხორციელდეს. აი ის ძირითადი, რისი თქმაც სურს ქრისტეს. ქრისტეს ცხოვრებაში არა მარტო უნდა განმეორებულიყო ხელდასხმის ეტაპების ამსახველი ყველა მოვლენა. არამედ საჭირო იყო ისიც, რომ სამეუფოს, ანუ მალხუთის, მისეული წინასწარმეტყველება დატვირთულიყო შემდეგი მტკიცებით. ორი წერტილი. ყველა აღთქმა, რომელიც ადრე ეძლეოდა მისტერიების მოწაფეს, ამიერიდან მიეცემა ყველას, ვინც მე არს თავის თავში აღიქვამს. სწორედ ამის წინარე ხატად მოგვევლინა ქრისტეს ცხოვრება. ყველაფერი უნდა აღორძინდეს.
თვით მოძღვრებაც კი. და ნუ გაგვიკვირდება, რომ ძველსა და ახალ დოქტრინას შორის არსებობს სხვაობა. სახელდობრ დღეს ადამიანი თავისი მეცნობიერებით აღწევს იმას, ვისი მიღწევაც ადრე არ შეეძლო. წარმოვიდგინოთ, რომ ქრისტე, როდესაც იგი ასწავლიდა ადამიანებს ამ უდიდეს ჭეშმარიტებას, ცდილობდა შეეგონებინა მათთვის, რომ ადრე მისტერიების მოძღვრებათა ერთგული ადამიანები ყოველთვის მაღლა, ცათა სასუფეველს აპყრობდნენ, ზერას და ამბობდნენ: ნეტარება გარდამოედინება ჩვენზე, მაგრამ იგი ჩვენს მე არსამდე ვერ აღწევს. და აი ქრისტე ინარჩუნებს რა ყოველივე იმას, რასაც მის მოვლინებამდე ამბობდნენ, აი რომ ყოველგვარი ყოფიერების ღვთაებრივი სათავე არის მამა და ამ სათავეებამდე ამაღლება მხოლოდ დაბინდული მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს იყო, ესე იგი, ქრისტე ინარჩუნებს ამას, სახეს უცვლის მხოლოდ ნიუანსებს, თუმცა ერთობ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მაგალითად იგი ამბობს: ადრე თქვენ გასწავლიდნენ, რომ ზერა უნდა აღაპყროთ მაღლა, სამეუფოსკენ, სადაც სუფევს მთელი ყოფიერების მამისმიერი საწყისი და დაელოდოთ, როდის გაგანათებთ მისი ნათელი. მაგრამ დღეს თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ნათელი მარტო მაღლიდან კი არ განათებთ, არამედ იქ ზეციურ სიმაღლეებში აღქმულმა ნებელობამ უნდა შეაღწიოს მეს სიღრმეებში და ნებელობად იქცეს მეში. დაუშვათ, რომ მამაო ჩვენოს ცალკეული წინადადებები უკვე არსებობდა, მაგრამ ქრისტემ არსებულ ტექსტში მაინც შეიტანა გარკვეული ცვლილებები. მან თქვა: ადრე, როცა ამ ზერას მამის ღვთაებრივი სულისკენ მიმართავდით, თქვენ ფაქტიურად მიმართავდით მას როგორც უცვლელ მარადიულ ცენტრს, რომლის სიმაღლიდანაც შეიძლება განიხილო მიწიერის სამეუფო. ახლა კი ცათა სასუფეველი უნდა დაეშვას დედამიწაზე, სადაც იმყოფება მე, და მაღლით განხორციელებული ნებელობა ასევე აქ დედამიწაზე უნდა განხორციელდეს. რა შედეგს გამოიღებს ეს? ძირითადი ნიუანსების არსში დაკვალიანებულ გამჭრიახ დამკვირვებელს არაფრით გაუკვირდება, რომ მამაო ჩვენოს ტექსტი წარსულშიც არსებობდა. ზედაპირული ადამიანი ამ ნიუანსებს ვერც კი შენიშნავს, იმიტომ რომ მისთვის ეს არ არის არსებითი. ქრისტიანობის არსს ის დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებს, მისთვის იგი გაუგებარია. ეს სიტყვები მას ძველ ტექსტებში შეხვედრია, მაგრამ რა კი გონს მიღმა დარჩენია, ეს მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსები. ასე უთქვამს, აკი ვამბობდი, რომ სახარებათა ავტორებმა ძველი ტექსტის რედაქტირება მოახდინეს, თავად ტექსტი კი ადრეც არსებობდა. მერწმუნეთ უზარმაზარი სხვაობაა ტექსტების ნამდვილ სიღრმისეულ გაგებასა და მის ზედაპირულ ანალიზს შორის. ეს სხვაობები არ უნდა გამოგვეპაროს. ზერელე მკვლევარი იგნორირებს ამ სხვაობებს და იფარგლება მტკიცებით, რომ მამაო ჩვენო ადრეც არსებობდა. მერწმუნეთ უზარმაზარი სხვაობაა ტექსტების ნამდვილ სიღრმისეულ გაგებასა და მის ზედაპირულ ანალიზს შორის. ეს სხვაობები არ უნდა გამოგვეპაროს. ზერელე მკვლევარი იგნორირებს ამ სხვაობებს და იფარგლება მტკიცებით, რომ მამაო ჩვენო ადრეც არსებობდა. გაკვირთ აღნიშნავ ამ ფაქტებს, იმიტომ რომ ანთროპოსოფოსებმა უნდა შეძლოთ შეწინააღმდეგებაც და თავის დაცვაც ამ დილეტანტური ერუდირებულობის შემოტევებისგან, რაც ასე ხშირია ჩვენს დროში. პრესით გავრცელებული, იგი მასების წარმოდგენაში მეცნიერულ სინამდვილედ იბეჭდება, მეცნიერულ ბრჭყალებში. რაც შეეხება მამაო ჩვენოს, მავანს ერთ მშვენიერ დღეს მართლაც მოეწონა სხვადასხვა ფრაზების მოკრება უძველესი ძეგლებიდან, კერძოდ თალმუდიდან, მისი ფრაზებისგან შეადგინა მამაო ჩვენოს მსგავსი ტექსტი. თანაც უცნობმა ერუდიტმა აიღო არა სრული ტექსტი, არამედ შეაკოწიცა სხვადასხვა ადგილებში გაფანტული, ცალკეული იზოლირებული წინადადებები. თუკი ანეკდოტური მიდგომით შევაფასებთ ზემოთქმულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოეთეს ფაუსტის პირველი სტრიქონებიც ასეთნაირადვეა დაწერილი. მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა ერთი სტუდენტი, რომელმაც ერთხელ
როდესაც გამოცდაზე ჩაიჭრა, თავის მამას გამოუცხადა. მოთმინებით და გულმოდგინედ ვსწავლობდი იურისპრუდენციას, მაგრამ სულ ამაოდ. სხვა სტუდენტს, რომელიც მედიცინაში ჩაიჭრა, ასევე შეეძლო ეთქვა, სულ ამაოდ მისწავლია მედიცინა და ასე შემდეგ. აი თურმე, საიდან აუღია გოეთეს თავისი ფაუსტის დასაწყისი. მართალია ვაზვიადებ, მაგრამ სახარებების კრიტიკის პრაქტიკაში დანერგილი პრინციპიც და მეთოდიც ზუსტად ასეთია. აი ეს ეგრეთ წოდებული კომპილირებული ფრაზები, რომელთაგანაც შედგენილია მამაო ჩვენო. მამაო ჩვენო, რომელიც სუფევ ზეცაში უფალო ღმერთო ჩვენო. წმინდა იყავს სახელი შენი. განედიდოს ხსოვნა შენი ზეცაში და ასევე დედამიწაზე. იყავ მეუფება შენი ჩვენზე აც და მარადის. ყველა დროის წმინდანები ღაღადებენ. გვაშორეთ თუნება და გვიხსენ ბოროტისაგან. რამე თუ შენ ხარ სასუფეველი ცათა და მეუფება შენი დიდებულ არს უგუნითი უგუნისამდე. ამ ფრაზებისგან იქნა შედგენილი მამაო ჩვენო. მაგრამ მოცემულ ტექსტს აკლია ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ ტექსტში აუცილებლად უნდა იყოს, როგორც ქრისტეს მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამცხადებელი მოწმობა. სახელმდობ, არც ერთ ფრაზაში არ არის ნახსენები ის, რომ სამეუფეო დედამიწაზე უნდა ჩამოვიდეს. ნათქვამია, იყოს მეუფება შენი ჩვენზე აც და მარადის და არა მოვიდეს სუფევა შენი. აი ის უმნიშვნელოვანესი სიტყვები, რომლებიც ზერელე კვლევისას შეუმჩნეველი რჩება. ყველა ეს დაქსაქსული წინადადება ამოკრებილი იქნა არა ერთი, არამედ მრავალი ტექსტსაცავიდან. მაგრამ რაც მართლაც მნიშვნელოვანია ამ ტექსტში არსად აღმოჩნდა. იყოს ნება შენი როგორც ზეცაში ისე დედამიწაზე. ესე იგი, დაეშენი ნებელობა დაეუფლოს მეს. აი აქ ვლინდება სხვაობა თუნდაც გარეგნულ მოჩვენებით გამოკვლევასა და ნამდვილ კეთილსინთეზიერ ყველა დეტალის გათვალისწინებით ჩატარებულ გამოკვლევას შორის. ეს ფრაზები მოვიყვანე ჯონ რობერტსონის წიგნიდან სახარების მითები. ხოლო ადამიანი, რომელიც კითხულობს მრავალრიცხოვან ლექციებს თემაზე ცხოვრობდა თუ არა ქრისტე, არტურ დრევსი გახლავთ. გერმანული ლიცეუმის ეს პროფესორი ბევრს მოგზაურობდა ლექციებით იესოს რეალური არსებობის შესახებ და ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ არც ერთი დოკუმენტი არ იძლევა ქრისტეს რეალური არსებობის მტკიცების საფუძველს. რობერტსონის ტექსტში დამტკიცებულია, რომ მამაო ჩვენოს მრავალი მოდელი არსებობს და მათი მოძიება არა მარტო თალმუდში, არამედ 1000 წლიანი სიძველის სხვადასხვა ტექსტებშიც შესაძლებელია. რათა წარმოაჩინოს, რომ მამაო ჩვენო სხვა არაფერია თუ არა ძველი ტექსტების კომპილაცია და რომ ამ ლოცვის შეთხსვას სულ არ ჭირდებოდა ქრისტეს მოვლინება, იგივე წიგნი გვაუწყებს, რომ ქალდეურ ენაზე არსებობს ქვაზე აღბეჭდილი ლოცვა მიმართული ძველი ბაბილონური ღვთაების მეროდახისადმი. ავტორს მოყავს რამდენიმე ნაწყვეტი. გთხოვთ ყურადღებით მოისმინოთ ისინი. შენიშვნა ჟურნალ Royal Artistic Society-ში 1891 წლის ოქტომბერი მისტერ პინჩეზი პირველად აქვეყნებს 1882 წელს სიპარში აღმოჩენილ ქვაზე ნატვიფ ტექსტს მიმართულს მეროდახისადმი. დაე ზეგარდ მოეგოს სამყაროს სისავსე შენს ქალაქს, დაე აღსრულდეს ჯერ ჩინებანი შენნი მერმის და შენ გარე იმყოფოს ავმა სულმა. მეცნიერი, რომელზეც ამ პასაჟმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, დასძენს. აქ ჩვენ გვაქვს ლოცვა სტანდარტი, რომელიც შეიძლება მამაო ჩვენოს შევადაროთ. მისი შექმნის თარიღი შესაძლოა ქრისტეშობამდე 4000 წელსაც აღწევდეს. საკითხავი არ ამ მსგავსებას აღმოაჩენს გონივრულად მოაზროვნე ადამიანი მამაო ჩვენოსა და ამ ფრაზებს შორის. ეს მეცნიერი კი მათში ხედავს იმ ლოცვის ტიპიურ ტექსტს, რომლიდანაც კოპირებულია მამაო ჩვენო. აი ის, რაც ჩვენს დროში ჭეშმარიტად მეცნიერულ გამოკვლევად ფასდება. არის კიდევ ერთი რაღაც, რის გამოც ამგვარ განხილვებს ანთროპოსოფოსთა წრეებშიც აქვს ადგილი. არაფრით უნდა დაგაბნიოთ არც გარეგამოკვლევებით მოძიებულმა ფაქტებმა
და არც გარე გამოკვლევებით მოძიებულმა ფაქტებმა და არც საგაზეთო შეტყობინებებმა აზიაში ნაპოვნი ქვის ფილების შესახებ, რომლებზეც აღბეჭდილი ტექსტების დეშიფრება საფუძველს იძლევა ვამტკიცოთ, რომ მამაო ჩვენო არსებობდა 4000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ჩვენ მტკიცეთ უნდა გვახსოვდეს, რას ეყრდნობა მსგავსი განცხადებები. სწორედ ამიტომ ზემოგანხილული მაგალითით მსურდა დემონსტრირება მომეხდინა იმისა, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სიტყვები მეცნიერულად დამტკიცებული. ასეთ შემთხვევებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით და უნდა შეგვეძლოს სათანადო დასკვნების გაკეთება. მაგრამ მოდით განვაგრძოთ ჩვენი მიმოხილვა. ქრისტემ დასაბამი დაუდო ახალ მეზე დაფუძნებულ ევოლუციას. მან დასაბამი დაუდო მეობიდან ხელდასხმას. აქედან ვასკვნით, რომ ადამიანში მე არის ყველაზე არსებითი. იგია ადამიანური არსების ცენტრი. ყოველივე, რაც დღეს ადამიანურ ბუნებას წარმოადგენს, მეში კონცენტრირდება და ამდენად ის, რაც ქრისტემ მოუტანა მეს ადამიანური შემადგენლობის სხვა წევრებსაც გამსჭვალავს. მაგრამ ცხადია, რომ ეს სრულიად განსაზღვრული გზით და კაცობრიობის ევოლუციასთან შესაბამისობაში უნდა განხორციელდეს. ფიზიკური სამყაროს შემეცნება მხედველობაში მაქვს როგორც გრძნობადი, ასევე ტვინთან დაკავშირებული ინტელექტის შემეცნება რეალურად შესაძლებელი გახდა მხოლოდ ცოტა ხნით ადრე ქრისტეს მოვლენებამდე. მანამდე კი იმის აღსაქმელად, რასაც დღეს ადამიანი ტვინთან დაკავშირებული ინტელექტის მეშვეობით აღიქვამს, ადამიანს ჰქონდა ნათელხილვის გარკვეული ფორმა. ეს თქვენთვის უკვე ცნობილია პირველი პოსტატლანტიდური ეპოქების ჩვენეული მიმოხილვებიდან. მაგრამ ის, რაც უშუალოდ ატლანტიდის შემდგომ ჯერ კიდევ არსებობდა საყოველთაოდ გავრცელებული ნათელხილვის ფორმით, თანდათანობით დაკნინდა. ქრისტეს მოვლენებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძილსა და სიცხადეს შორის მდგომარეობაში შეეძლოთ სულიერ სამყაროთა ხილვა, სულიერ სამყაროებთან თანაზიარობის განცდა. და ამ ელემენტარული ნათელხილვის მდგომარეობაში ადამიანს არათუ შეეძლო თავისთვის ეთქვა, ვიცი რომ სამყაროში ყოველი ფიზიკურის მიღმა დგას სულიერი. აქ იყო კიდევ სხვა, რაღაც უფრო მეტი. იმ დროს ადამიანს მისი ბუნება სულიერ ყოფიერებაში მონაწილეობის უფლებას აძლევდა. ძნელია ჩვენს დროში მიაღწიო იმას, რასაც ამ სიტყვის მართებული გაგებით ეზოტერული განვითარებიდან მიღებული ნათელხილვა ჰქვია. დღეს არსებობს წარსულის ნათელხილვის ზოგიერთი გადმონაშთი, რიგ შემთხვევაში ისეთი ფორმით, როგორიც არის სომნამბულიზმი, მაგრამ ეს უკვე ნორმიდან გადახრა. წარსულში კი ასეთი მოვლენები ნორმალურად მიიჩნევოდა. სომნამბულიზმი ეს არის ძილში რო დადიან. თან როს ძინავს ადამიანს. ღრმა ძილში ხარ, მაგრამ სხეული მოძრაობს, ამას ნიშნავს. მაგრამ ეს უკვე ნორმიდან გადახრა, წარსულში კი ასეთი მოვლენები ნორმალურად მიიჩნეოდა. გარკვეული პროცედურებით მათ გაძლიერებასაც კი ცდილობდნენ და როდესაც აღწევდნენ ადამიანური ბუნების ამაღლებას იმ მდგომარეობამდე, რასაც სულიერ სამყაროში ცხოვრება ჰქვია, ამას კიდევ სხვა რაღაცეებიც ერთვოდა. რაოდენ საეჭვოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს დღეს, როდესაც ისტორია მხოლოდ ფიზიკურად ხილულის საფუძველზე იძარება, მაინც უნდა ვთქვათ, რომ ქრისტეს დროს შესაძლებელი იყო ავადმყოფის განკურნება. მისი ნათელმხილველურ მდგომარეობაში მიყვანით და ეს სრული სიმართლეა. აშ ქრისტეს დროს შესაძლებელი იყო ავადმყოფის განკურნება მისი ნათელმხილველურ მდგომარეობაში გადაყვანით. ესე იგი, ჩვენს ეპოქაში, როდესაც ადამიანები უფრო მყარად განან ფიზიკურ ნიადაგზე, ეს შეუძლებელია. მაგრამ წარსულში სამშინველი უფრო იოლად ხელ მიიწვდებოდა. უფრო ადვილი იყო მისი დაუფლება და გარკვეული ხერხებით ნათელხილვაში შეყვანა, რაც მას სულიერ სამყაროში ცხოვრების უნარს ანიჭებდა. სულიერი სამყარო კი გამაჯანსაღებელი საწყისია. მას შეუძლია თავისი გამკურნავი ძალების დედამიწაზე განვრცობა. სწორედ ამას ეფუძნება ზოგიერთი სნეულების განკურნების შესაძლებლობა. წარმოვიდგინოთ ავადმყოფი, რომელსაც სულიერი სამყაროს ხედვის უნარს ანიჭებენ.
ასეთ ავადმყოფში სულიერ ფლუიდებთან, სულიერ ნაკადებთან ერთად ჯანსაღი ძალებით შემოდიოდა. წარსულში თერაპია ძალზე ხშირად მიმართავდა ამგვარ მეთოდებს. რაც შეეხება ტაძრებში განკურნების ბადაღებულ აღწერილობებს, ეს წმინდა წყლის დილეტანტიზმია. სამყაროში ყოველივე ევოლუციონირებს და იმ შორეული წარსულის შემდეგ ადამიანის სამშვენიველმაც დაკარგა სულიერი ხედვის უნარი. უწინ ადამიანის ნათელხილვა შესაძლოა ისე ამაღლებულიყო, რომ განკურნავ ძალებს სულიერიდან ფიზიკურში შეეღწიათ და ადამიანი ამ დროს სულის მიერ ინკურნებოდა. ამიტომ, როდესაც სახარებებში ნათქვამია, რომ ქრისტეს მოვლინებით დადგა დრო, როდესაც სულიერ სამყაროში შეიძლება ამაღლდნენ არა მარტო ისინი, ვინც წარსულის ნათელხილვას ფლობს, არამედ ის ადამიანებიც, რომლებმაც კაცობრიობის ევოლუციის მანძილზე ეს ნათელხილვა დაკარგა, ამაში არაფერია გასაკვირი. აქ შეიძლება ითქვას, წარსულში ადამიანები ხედავდნენ სულიერ სამყაროს. ახლა ისინი გაღატაკდნენ, სულით გაღატაკნი გახდნენ. სულის მათხოვრები არიან ისინი, ვინც ევოლუციის გზაზე სულიერი სამყაროს ჭვრეტის უნარი დაკარგეს. მაგრამ ქრისტესთან ერთად დედამიწაზე დაეშვა საიდუმლო, რომლის არსია ის, რომ მეში, ფიზიკურ გზნობად სამყაროს მიერ მეშიც არსებობს ცათასასუფეველის ძალთა ჩამოსვლის შესაძლებლობა და ამის წყალობით ადამიანებს იმათაც კი, ვინც სავსებით გალია ძველი ნათელხილვა, კვლავ შეუძლია საკუთარ თავში სული იპოვოს და ღირსი გახდეს მადლისა და ნეტარების. აი ასეთნაირად უნდა გაჟღერებულიყო დიადი სიტყვები, ორი წერტილი, ხო? ამიერიდან ნეტარ არიან არა მარტო სულით მდიდარნი, ძველი ნათელხილვის წყალობით, არამედ ღატაკნიც, სულით უქონელნი. რამე თუ ცათასასუფეველი შემოდის მათ მეში, რაკიღა გზა სულისკენ ქრისტემ განახვნო, წერია ასეთი თარგმანი თარგმნობს. განახვნო, ანუ გაიყვანა. ესე იგი, ცათასასუფეველი შემოდის მათ მეში, რაკიღა გზა სულისკენ ქრისტემ გაჭრა. წარსულში ადამიანის ფიზიკური ორგანიზმი ისეთი იყო, რომ სამშვენიველს ნორმალურ მდგომარეობაში შეეძლო ნაწილობრივ მისგან გამოსვლა. ფიზიკური ორგანიზმის გარემყოფი ადამიანი იძენდა ნათელხილვას, ანუ სულით მდიდრდებოდა. მაგრამ ფიზიკური სხეულის გამკვრივებამ, რასაც ანატომიურად ვერ დავამტკიცებთ, გამოიწვია ის, რომ ადამიანმა სულით გამდიდრების უნარი დაკარგა. მის მდგომარეობას სწორედ დავახასიათებთ, თუ კი ვიტყვით, რომ იგი გაღარიბდა, სულით უქონელი გახდა. მაგრამ იმის წყალობით, რაც მისთვის ქრისტემ მოიტანა, იგი კვლავ შეძლებს თავის თავში ცათასასუფეველის პოვნას. ეს ყველაფერი ეხება ფიზიკურ სხეულს, ხოლო იმისთვის, რათა სრულად აღწეროთ ის, რაც ემართებოდა ადამიანის მთელ არსებას, საჭიროა გავიაზროთ, თუ როგორ უნდა ნეტარქმნილიყო, როგორ სრულიად ახლებურად უნდა მიეღწია ნეტარებისთვის მისი ბუნების თითოეულ შემადგენელ წევრს. სიტყვებში ნეტარ არიან ღატაკნი სულითა, რამე თუ თავის თავში მოიპოვებენ ისინი ცათასასუფეველს, ხო? ეს ახალი ჭეშმარიტება ფიზიკური სხეულისთვის იყო დაუწყები. ეთერული სხეულის მიმართებით უნდა გავიხსენოთ, რომ იგია ტანჯვის შეგრძნების სათავე. ტანჯვის განცდა აქვს მხოლოდ ცოცხალ არსებას. იგი იტანჯება, როდესაც ტრავმირებულია მისი ფიზიკური სხეული. რათა გამოვცადოთ ტანჯვა, ასევე აუცილებელია ასტრალური სხეულის არსებობაც. მაგრამ ტანჯვის პირველ სათავეს სწორედ ეთერულ სხეულში უნდა ვეძებოთ. ამრიგად, თუ კი გამკურნავ ძალთა მიმართებით, რომლებიც წარსულში შეიძლებოდა გამოხმობილიყო ეთერული სხეულის განსაკურნავად, თუ კი ამ ძალთა მიმართებით მოვისურვებდით ქრისტეს მოვლინებით დამკვიდრებული ახალი მდგომარეობა გამოგვეხატა, ჩვენ უნდა გვეთქვა, ვერ მიიღებენ ნუგეშს ტანჯულნი, თუ კი ისინი უბრალოდ გამოვლენ საკუთარი თავიდან და შეეხებიან სულიერ სამყაროს.
ნუგეში მათ შეიძლება ჰპოვონ მხოლოდ საკუთარ თავში, თუ კი იმ ახალი ძალის წყალობით ქრისტემ ეთერულ სხეულში რომ ჩანერგა, სულიერ სამყაროსადმი ახალ მიმართებას განავითარებენ. ამიტომ ეთერული სხეულის მიმართ ახალი ჭეშმარიტება ასე შეიძლება გამოიხატოს. ამიერიდან ტანჯულთ ვერ ნეტარყოფს ზესვლა სულიერ სამყაროში, რომლის სხივები ოდესღაც ნათელხილვის მდგომარეობაში მსჭვალავდა მათ. ნუგეში და შვება მიემადლება მხოლოდ მას, ვინც ახალი ჭეშმარიტებით ახსილი საკუთარ ცხოვრებას ქრისტეს ცხოვრებას დაუკავშირებს. ასტრალურ სხეულზე რაღაც ვიტყვით. როდესაც წარსულში ადამიანი თავისი ემოციების დაოკებას, ასტრალური სხეულის ვნებების და ეგოიზმის მოთოკვას ცდილობდა, იგი ზესამყაროებს აპყრობდა მზერას და ცათასასუფევლის ძალთა მომადლებას შესთხოვდა. სულიერებისადმი ამგვარი მიმართება მასში აღძრავდა გარკვეულ პროცესებს, რომლებიც ანადგურებდა ასტრალური სხეულის დაამღუპველ ინსტინქტებს. ეს იყო წარსულში. დღეს დადგა დრო, როდესაც ქრისტეს წყალობით ადამიანის პირადი მე უნდა აივსოს ძალებით, რომლებიც მოთოკავს და მოათვინიერებს ასტრალური სხეულის ვნებებს და სურვილებს. ამიტომ ასტრალური სხეულის მიმართებით ახალი ჭეშმარიტება შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიტყვებით: ნეტარ არიან მორჩილნი, რამე თუ საკუთარი მეს ძალით დაიმკვიდრონ მათ დედამიწა. ნეტარებათა ამ მესამე მუხლში უღრმესი აზრია განბეჭდილი. გაანალიზეთ იგი იმის გათვალისწინებით, რაც თქვენთვის ცნობილია სულის მეცნიერებიდან. ადამიანის არსებამ ასტრალური სხეული მთვარის პერიოდში მიიღო. ლუციფერულმა არსებებმა, რომლებიც ადამიანი თავიანთ ზემოქმედებას დაუქვემდებარეს, ასტრალურ სხეულში უპირატესი მდგომარეობა დაიკავეს. ამის შედეგად ადამიანმა მიწიერი ყოფიერების სათავეშივე დაკარგა უმაღლესი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, რადგანაც როგორც ვიცით, ლუციფერული არსებები ძველ მთვარეზე დარჩნენ და აბრკოლებენ დედამიწაზე ადამიანის ნორმალურ განვითარებას. მაგრამ ახლა, როდესაც დედამიწას მოევლინა ქრისტე, როდესაც მეს ძალუც განიმსჭვალოს მისი იმპულსით, ადამიანს ჭეშმარიტად ხელისუფლება აღასრულოს თავისი დანიშნულება და ამით გაამართლოს მიწიერი ყოფიერების აზრი, საკუთარ თავში მოძიებული ძალებით დაეუფლოს ასტრალურ სხეულს და განაძევოს იქიდან ლუციფერული ზემოქმედებები. ახლა კი შეიძლება ითქვას, ვინც თავის ასტრალურ სხეულს ფლობს, ვისაც გააჩნია საკმაო ძალა, რათა მოთოკოს თავისი მრისხანება, ვინც ყოველთვის მშვინვიერ წონასწორობაშია და საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რათა თავის ნებას დაუქვემდებაროს ასტრალური სხეული, ის ნამდვილად შეძლებს მიწიერი ევოლუციის პრინციპის განხორციელებას. ამრიგად მესამე ნეტარებაში ჩვენ ადამიანური გაგებისთვის ხელმისაწვდომი სულის მეცნიერების ფორმულა მოგვეცა. როგორ უნდა განამაღლოს ადამიანმა მასში დასადგურებული ქრისტეს მეშვეობით თავისი ბუნების სხვა შემადგენელი წევრები ნეტარებამდე. ვსჭვალავთ რა სამშვინველს? მეს ძალით, ფიზიკური სხეულის ანალოგიურად, ამ დროს ჩვენ გრძნობად სამშვინველს ვეხებით. ადამიანმა, რომელიც შინაგანად განიცდის ქრისტეს, თავის გრძნობად სამშვინველში აუცილებლად უნდა განიცადოს ისეთივე დაუოკებელი მოთხოვნილება, როგორიცაა სხეულებრივი წყურვილი და შიმშილი. როგორც ფიზიკური სხეული ილტვის დაიოკოს წყურვილი და შიმშილი, ასევე უნდა ელტვოდეს ადამიანი მშვინვიერი შიმშილის დაუკებას. ამრიგად ადამიანში მოქმედი ქრისტეს ძალით ადამიანი აღწევს იმას, რისი ანალოგიაცაა სამართლიანობის წყურვილი, როგორც ამას წარსულში ამბობდნენ. თუ კი ადამიანი სამშვინველს ქრისტეს ძალით ავსებს, იგი თავის თავში ამ სიმართლის წყურვილის დაუკების უნარსაც მიაკვლევს. სრულიად განსაკუთრებულია მეხუთე ნეტარება. იგი ჩვენგან გარკვეულ მზადყოფნას ითხოვს, რადგან განსჯითი სამშვინველისადმია მიმართული. ჩვენი კაპიტალური ნაშრომების მკითხველებმა იციან, რომ ადამიანის სამშვინველის სამ წევრს, გრძნობად, განსჯით და ცნობიერ სამშვინველს, სწორედ მე აერთიანებს. ცნობილია ისიც, რომ გრძნობად სამშვინველში მე
ერთობ მერყევ მდგომარეობაში. იგი იშლება და იფურჩქნება განსჯით სამშვენიველში, რომლის წყალობითაც ამას ხაზგასმით ვამბობ, ადამიანი ნამდვილ ადამიანად იქცევა. ესე იგი, ეს მე იშლება და იფურჩქნება განსჯით სამშვენიველში, რომლის წყალობითაც ადამიანი ნამდვილ ადამიანად იქცევა. რადგან ყოველივე მასში, რაც დაბალ წევრებს ეხება, ადამიანი ღვთაებრივ სულიერ ძალთა წარმმართველობას ექვემდებარება. განსჯით სამშვენიველში დამოუკიდებელი არსებაა იგი. სწორედ აქ ანათებს და კიაფობს მთელი სიძლიერით მისი მე. ამრიგად ქრისტეთი მსჭვალული, გამსჭვალული, განსჯითი სამშვენიველი. ადამიანის დაბალ წევრებთან შედარებით სრულიად სხვაგვარი ლაპარაკი გვმართებს, როცა ამ სამშვენიველზე ვსაუბრობთ, განსჯით სამშვენიველზე. ფიზიკურ, ეთერულ, ასტრალური სხეულების და ასევე გრძნობადი სამშვენიველის მიმართებით უნდა ითქვას, რომ ადამიანი კავშირს ამყარებს თავისი არსების დასახელებულ წევრებში მოქმედ გარკვეულ ღვთაებრივ არსებებთან და ამ წევრებში გაღვიძებული სათნოებანიც სწორედ მათი, აი ამ ღვთაებრივი არსებების დამსახურებაა. ხოლო ის, რაც ვითარდება განსჯით სამშვენიველში, თუ კი ქრისტეს იმპულსითაა გამსჭვალული, ადამიანისთვისებად მის მახასიათებლად ჩაითვლება. როცა ადამიანი თავისთავად იწყებს განსჯითი სამშვენიველის გახსნას, იგი უფრო და უფრო თავისუფლდება თავის გარემომცველ ღვთაებრივ სულიერ ძალთა მორჩილებიდან. ამიტომ საქმე აქ უშუალოდ ადამიანშია. ქრისტეს ძალით მოსილ ადამიანს შეუძლია თავის განსჯით სამშვენიველში განავითაროს თვისებები, რომლებსაც როგორც საბოძვარს, ზეცას კი არ გამოსთხოვს, არამედ მისივე თანაგვარი არსებებისგან იბრუნებს. თავისი თვისებების წყალობით განსჯითი სამშვენიველი ასხივებს ისეთ რაღაცას, რაც ექვივალენტურად ჩვენვე უკან გვიბრუნდება. მართლაც საოცარია, მეხუთე ნეტარება, აი ზუსტად აშკარად მეტყველებს ამ თავისებურებაზე. ეს აღქმა აშკარად გამოირჩევა ყველა დანარჩენისგან, ეს აღთქმა, და თუმცა მისი თარგმანი შორსაა სრულყოფილებისგან, ეს თავისებურება მაინც არ იჩრდილება. ნეტარ არიან, მოწყალენი, რამე თუ შეწყნარებულნი იქნებიან. ის, რაც გაიცა, თავისათავეს უბრუნდება. აი ასე ესმის ეს სიტყვები სულისმეცნიერებას. შემდეგ აღთქმაში ჩვენ ვეხებით ცნობიერ სამშვენიველს, ადამიანის არსების იმ ნაწილს, რომელშიც უკვე მთელი სისავსითაა და სისრულით გამოვლენილი მე. ადამიანი ახალ ფაზაში შედის. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ მთაზე ქადაგება მთაზე. ნეტარ არიან, ამიტომ ახალ აღთქმაში თუ კი გადაშლით მათეს მეხუთე თავს, მათეს სახარების და წაიკითხავთ, იქნება ძალიან კარგი და უფრო უკეთესად მიხვდებით მერე ამ ლექციის შინაარსს. ჩვენ ვიცით, რომ განსჯითი სამშვენიველი ადამიანში განვითარებას იწყებს ზუსტად ქრისტეს მოვლენების პერიოდში. ჩვენს ეპოქაში უნდა გამოვლინდეს ცნობიერი სამშვენიველი და ადამიანმა სულიერ სამყაროში ზესვა უნდა დაიწყოს. გააცნობიერებს რა საკუთარ თავს, განანათლებს რა თავის თავს განსჯით სამშვენიველში, ადამიანი ახლა მეს სრულ განვითარებას, სულისკენ, ცნობიერი სამშვენიველისკენ აღმავალი მეს განვითარებას უნდა შეუდგეს. ქრისტეს იმპულსით გამსჭვალული ადამიანი თავისი მეტი ცნობიერ სამშვენიველში დაეშვება. აქ იგი პირველად იმეცნებს მეს, მთელი მისი სიწმინდით და თავისი ღმერთის ხედვასაც აქედან აღწევს. ჩვენ განვარტეთ, რომ ფიზიკურ სხეულში მეს გამოხატულება არის სისხლი, რომლის მოღვაწეობის ცენტრია გული. შესაბამისად, მე-6 აღთქმაში უნდა აისახოს ფაქტი, რომ იმ თვისების წყალობით, რომელიც მინიჭებული აქვს სისხლსა და გულს, ადამიანის მეს შეუძლია ეზიაროს ღვთაებას. ეს აღთქმა განაცხადებს, ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ.
რაოდენ სუსტიც არ უნდა იყოს ეს თარგმანი, იგი სავსებით აკმაყოფილებს ჩვენს მიზანს. აი ასე განმარტავს სულის მეცნიერება ქრისტეს მიერ მისი უახლოესი მოწაფეებისადმი ბოძებულ საუცხოო აღთქმებს. ასე ხდება მას შემდეგ, რაც იგი მაცდურს ამარცხებს. შემდეგი აღთქმები გადმოგვცემს ადამიანის ამაღლებას მისი არსების უმაღლეს ელემენტებში, თავად სულში, სიცოცხლე სულში და სული ადამიანში. ასე აქვს დაყოფილი შტაინერს. ამ აღთქმებში მხოლოდ მინიშნებაა მასზე, რასაც ადამიანი მომავალში შეიმეცნებს და რისი განცდაც დღეს მხოლოდ ზოგიერთ რჩეულს შეუძლიათ. მეშვიდე აღთქმა თავად სულს ეხება. ეს იგი არის თავად სული, სიცოცხლე სული და სული ადამიანი. ესე იგი, მეშვიდე აღთქმა თავად სულს ეხება. ნეტარ არიან ისინი, ვინც თავად სულს, ამ პირველ სულიერ წევრს თავისკენ მოიზიდავს. რამე თუ ისინი ღვთისშვილებად იწოდებიან. მათში უკვე დაშვებულია უმაღლესი სამების პირველი წევრი. მათ ღმერთი მოიპოვეს, ღვთაების გარე გამოხატულებად იქცნენ, მაგრამ ამასთანავე აქ ნათლადაა მითითებული, რომ ამას მხოლოდ რჩეულნი მიაღწევენ, ისინი, ვისაც კარგად ესმის თუ რა მოაქვს მომავალს ადამიანთათვის. ის, რაც მომავლის ადამიანებმა უნდა განიცადონ, როგორც საკუთარ არსში ქრისტეს სრულად მიღება, ზოგიერთი რჩეულისთვის უკვე დღესაა აღსრულებული. ადამიანებს ამ რჩეულების არ ესმით და ამიტომაც დევნიან მათ. სწორედ მათდამი მომავლის ამ მარტოსული ადამიანებისადმია მიმართვა. ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისთვის, რამე თუ თავის თავში გახსნიან ისინი ცათასასუფეველს. და ბოლოს მეცხრე ნეტარება სრულიად განსაკუთრებულ მიმართებაშია ადამიანის არსების მეცხრე წევრის, სული ადამიანისადმი. ნეტარ ხართ თქვენ, თუ კი ადამიანები გდევნიან და გწყევლიან ჩემს გამო. ამ საუცხოო სიტყვებში, რომლებიც ადამიანის არსების 9 წევრს შეესატყვისება, ჩვენ ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება ადამიანური მე ქრისტეს მე არსად, თითოეული ამ წევრისთვის, მას შემდეგ, რაც იგი მათ განანათლებს. მათ ეს სახარების ეს სიტყვები, რომლებიც თუნების შემდეგაა მოცემული, თვალწინ გვიშლის დიდებულ, ამაღლებულ სურათს, თუ როგორ გარდაქმნის ქრისტეს ძალა ადამიანის 9 წევრას შედგენილობას ჯერ აწმყოში, ხოლო შემდეგ ახლო მომავალში, როდესაც ისინი, ვის არსშიც აკიაფდება სულიერი მე, ღვთისშვილებად იწოდებიან. ეს რჩეულნი, ეს ღვთისშვილები მადლით ღირსყოფილი მცირერიცხოვანი პიროვნებების სახით იქნებიან წარმოდგენილი. საოცარია, რომ ადამიანის პირველი წევრებისადმი მიმართულ აღთქმებში ტექსტი ზედმიწევნით ზუსტია, მაშინ, როდესაც ბოლო აღთქმებში შორეულ მომავალს რომ განეკუთვნება, იგი რამდენადმე ბუნდოვანია. ახლა კი მოდით ზედაპირული თვალსაზრისით გავაანალიზოთ. დაუშვათ, რომ მავანი დაინტერესდა, ხომ არ არის სახარებების გარდა სხვა ტექსტებშიც ანალოგიური ფრაზები, ხომ არ ისარგებლეს ამ ფრაზებით, როგორც საკერებლებით სახარებების ავტორებმა. დაუშვათ, რომ მავანს არავითარი წარმოდგენა არ აქვს ქრისტეს მიერ გარდასახულ მეს ბუნებაზე. მისთვის განუმტევი ბურუსია ის საოცარი პროგრესი, რომელსაც ესაა გავეცანით. და იგი თავს ნებას აძლევს წარმოადგინოს იმის მსგავსი მტკიცებულებები, ზემოხსენებული ნაშრომიდან ჩემს მიერ რომ იქნა ციტირებული. გადაფურცლეთ ეს წიგნი და ნეტარების აღთქმისადმი მიძღვნილ თავში წაწყდებით ვინმე ენოხს, ოღონდ არა იმას, ვისაც ჩვეულებრივ ამ სახელით მოიხსენიებენ. ავტორი მეტისმეტად ამაყია იმით, რომ სრული პასუხისმგებლობით შეუძლია ეს დოკუმენტი მიაკუთვნოს ქრისტიანობის პირველ პერიოდს. იგი მიიჩნევს, რომ ეს უღრმესი ტექსტი, რომელზეც ჩვენ ესაა ვიმსჯელეთ, შესაძლოა სლავიანელი ენოხის 9 ნეტარებიდან იყოს ნასესხები. ეტყობა ესეთი წიგნი ალბათ, ენოხის 9 ნეტარება. ნეტარია ის, ვისაც შიში აქვს ღვთის სახელისა და ნიადაგ პირისა მისისა წინაშე იარება. ეს პირველი. ახლა მეორე.
ნეტარია ის, ვინც არ მიიღებს უსამართლო განაჩენს, არა იმიტომ, რომ მას გასამრჯელოს უხდიან, არამედ იმიტომ, რომ უანგაროდ ემსახურება სიმართლეს. იგი მომავალში დამწყალობდება. მესამე, ნეტარია ის, ვინც შემოსავს შიშველს დააპურებს ფშიერს. მეოთხე, ნეტარია ქვრივობლის კომაგი და ბედით ჩაგრულთა მფარველი. მეხუთე, ნეტარია ის, ვინც გაურბის ამ ქვეყნიურ ამაოებას და სამარადისო ცხოვრების სწორ გზას მიჰყვება. მეექვსე, ნეტარია ის, ვინც სამართლიანობის მარცვალს თესავს, შვიდმაგ მოსავალს მოიმკის იგი. მეშვიდე, ნეტარია ის, ვისში ცხოვრობს სიმართლე და ვინც თავის მოყვას მართალი სიტყვით მიმართავს. მერვე, ნეტარია ის, ვის ბაგეზეც სიყვარულია და გულში სიკეთე. მეცხრე, ნეტარია ღვთის სიტყვის გამგები და ღვთისადმი მადლიერების აღმვლენელი. რა თქმა უნდა, საუცხო სიტყვებია, მაგრამ თუ კი მათ მთლიანობაში განვიხილავთ და რეალურად არსებითამდე დავიყვანთ, მივხვდებით, რომ ეს არის სხვადასხვა კეთილზნეობათა ჩამონათვალი, რომელიც ყველა ეპოქაში შეიძლებოდა შედგენილიყო და არაფრით განეკუთვნება იმ დროს, როდესაც მესძალებმა გადატრიალება მოახდინა ადამიანურ განვითარებაში. ამ ტექსტის შედარება მთაზე ქადაგებასთან ნიშნავს გაიზიარო იმ ადამიანთა თვალსაზრისი, რომლებიც თუ კი სხვადასხვა რელიგიების ერთმანეთთან შედარებისას რაღაც საერთოს მიაგვლიეს, სრულიად უგულებელყოფენ მათ სულიერ შინაარს. სიღრმისეულ ანალიზს კი იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ კაცობრიობა უწყვეტად და თანმიმდევრულად წინ მიიწევს თავის ევოლუციაში. კაცობრიობა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და თუ კი ადამიანი გარკვეულ მომენტში კვლავ იბადება ფიზიკურ სხეულში, ეს ხდება არა იმიტომ, რომ კვლავაც ზუსტად იგივე განიცადოს, რაც ოდესღაც უკვე განუცდია, არამედ რათა ისარგებლოს იმით, რაც კაცობრიობამ მის ორ ფიზიკურ განსხეულებას შორის მოიპოვა. ისტორიის და კაცობრიობის ევოლუციის აზრით სწორედ ეს გახლავთ და სწორედ ისტორიის ამ აზრსა და კაცობრიობის ევოლუციაზე მეტყველებს მათეს სახარების ყოველი ფურცელი.